გაქუსლეს მათ რახმან შექმნა წრიალი რანახეს არლი გაახნეს ქალაქით გახდა ზრიალი სამთავეს სამგრით მიმართეს თავსა მიწუყვეს რეალი იკრეს ნოფსა და ლაბდაბსა შეიქმნა ბუქთა ტრსიალი დღეს აღინიშნება მე-12 საუკუნის ცნობილი პოეტისა და მოაზროვნის შოთა რუსთაველის დღე იმ შოთა რუსთაველის რომელმაც შექმნა გენიალური პოემა ვეფხის ტყაოსანი თუ ვინ იყო შოთა რუსთაველი როგორ მოღვაწეობდა სად მოღვაწეობდა ამაზე არის ათასნაირი ვერსიები ჩვენს ბიბლიოთეკაში არის ნახავთ ახლა გამოფენილი გვაქვს დღეს ეს ვეფხის ტყაოსანი ყველა რაც კი გვაქვს ბიბლიოთეკაში რასაც ვინახავთ უნიკალური ჩემი მხრივ ის არის რომ ჩემი აზრით უნიკალური ვეფხის ტყაოსანი არის ერთი რომელიც მეგრულად არის ნათარგმნი და მეგრულად არის ეს ვეფხის ტყაოსანი ესეც მაჩუქეს საჩუქრად მომიტანეს არც ვიცოდი კიდევ თუ მეგრულად ნათარგმნი იყო დანარჩენი ჩვეულებრივი რაღაცა ღირებული და რაღაცა განსაკუთრებული ნამდვილად არ აქვს პროექტის მიზანია რომ მოსწავლეებმა ისაუბრონ ჩვენი უდიდესი გენიალური პოეტის სავარაუდო ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ანუ სავარაუდოდ აღდგენილი ბიოგრაფიული რამდენიმე დეტალი განვიხილეთ, აგრეთვე წაიკითხეს ნაწყვეტები ვეფხის ტყაოსნიდან და ვფიქრობ, მთლიანობაში პროექტი იყო ძალიან საინტერესო, რადგან აუდიტორიაც დიდი ინტერესით უსმენდა ამ ყველაფერს, თუმცა ვეფხის ტყაოსნის თემა მოუწურავია და მე ყველას ვურჩევ თითოეულ ქართველს იამაყონ ამ უდიდესი შემოქმედით და მისი გენიალური პოემით. ამ პროექტმა ვფიქრობ დამსწრე საზოგადოებასაც და ჩვენ ძალიან შემეცნებითი და საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ბუმბერას პოეტზე და ამავდროულად მის შემოქმედებაზეც და კონკრეტულად კი ვეფხის ტყაოსანზე. ვფიქრობ დღევანდელი ჩვენი ღონისძიება საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა ყველასთვის, ვინც კი მოისმინა, რადგანაც ძალიან ბევრი ცნობები გავიგეთ და ამავდროულად სახალისოც იყო იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა რამეები ქონდა ჩართული ამ ღონისძიებაში. თქვათ, იყო გამოსვლა, სადაც ლექსი წაიკითხეს და აფორიზმები ამოიკითხეს ვეფხის ტყაოსნიდან და ამავდროულად აკომპანიმენტიც ქონდა ფანტურზე. კაცსა, უკრავად დაბნევდის, მათ არიელის ხაფისა, აბჯარსა, ფრეცდის, გაცუდდის, სიმაგრე, ჯავშან, კაფისა, სამგნივე კართა შესჯარნეს, ჭირნი არ ნახეს კაფისა, რა ქალაქს შეხდეს შეიქმნა, სიხარტე ციხეს სწრაფისა.